ეს მარშებიც არის წესრიგის აქტები. ქართული საზოგადოება როგორ აწესრიგებს პროცესს, ხო? აი ხმალინდელი ჯაჭვიც. აი სულ არის რაღაცნაირად კანონის სივრცეში დაბრუნების მცდელობა, რომ დიდი დისციპლინირებულობა უნდა გამოვიჩინოს. ან თუნდაც ეს დემონსტრაციები ქუთაისელების მარში თქვით 2008 წელს გამოგვივიდა ესეთი ჯაჭვი და მე დარწმუნებული ვარ ხმალინდელი მე ქუთაისში ვიყავი მაშინ და მე მგონი თამარაშვილი ხო, ყოველ შემთხვევაში აი ეს წელი არის აი ამ უნიკალური რაღაცნაირი კონტრასტებით ახსავს. ხო, ანუ დიდი სტრესი, მუდმივი სტრესი, მუდმივი. სხვადასხვა ფსიქოლოგებს უსმენდი. კი. მეც უსმენდი. ლელაკოს და მაიას ლელაცისკა ბოდიში ესე მოიხსენი სიყვარული თუცება და ძალიან მისი მოსმენა ძალიან სასიამოვნო იყო და ლელაცისკარიშვილს და მაია ცირამუას და ზუსტად ამას ლაპარაკობდა აი ეს რო ენაცვლება ეს სტრესის ბრალია, რო ენაცვლება ეს იღვიძებ ხან-ხან აბსოლუტურ პესიმიზმში. მერე გადიხარ ოპტიმიზმზე და მერე რაღაც გიხარი ამ ერთობას და სიყვარულს რო ხედავ რუსთაველზე. მე ითქუნები რომ ვაიმე რა გვეშველება ეს აი წინა გადაცემაში ლაშასის როგორ გვიბედავს უცებ მოგაწვევა ბრაზი რომ ეს კაცი როგორ ბედავს რომ ამას გვიბედავს ხო? და ხარ აი ამ რაღაც აი თუნდაც იმ სიცივეს რო მკლავდები ხო ძალიან ყოფით დონეზე რომ ამბივალენტურ ამიტომ მოძრაობაც გამოიგონა ქართველმა ხალხმა რომ არ გავიყინოთ უნდა ვიმოძრაოთ უნდა დავდივართ. აი ამ ტალღების ერთმანეთთან შეერთებაც კიდე იქ ძალიან დიდ ემოციებს იწვევს ხო? ძალიან ეს გრინჩული დისონანსი შემოვიტანოთ თქვენ სამახსტაცებაში მომიტევებთ იმას უკვე სახეზე შეეთქვა რომ არ მოეწონება რასაც ვიტყვი მაგრამ ეს ყველაფერი არის ძალიან კარგი ფორმა ძალიან საამაყო და აჩვენებს როგორც ლაშა თქვა რომ ჩვენ არა მარტო ემოციები და იმპულსურობა გვახასიათებს არამედ თუნდაც ის ხორუმი ახლა საყურებლად კარგია მაგრამ ადვილი კი არ არის ასე ჩადგე რიგში მწყობრად დისციპლინირებულად ამას ყველაფერს წესრიგი რაღაცა ჯარისკაცივით მისვლა და დგომა იქ ეს მარშები იდენტობის ძიება მაგრამ მე მაგანცდა რომ ამის ბიძინა ივანიშვილს არ ეშინ. ჩვენ ამით ყალიბდებით ძალიან კარგ სამოქალაქო საზოგადოებად. ეს არის ჩვენი განვითარებისთვის, ეს არის ჩვენი საამაყო მოგონებებისთვის შემდგომში, მაგრამ ივანიშვილს ამით დისკომფორტი არ ექმნება. და ჩვენ მოსაფიქრებელი გვაქვს ივანიშვილს როგორ უნდა შეუქმნათ დისკომფორტი. მე არ გულისხმობ მაინდა-მაინც რაღაცების სროლას, ხო? ეს ეტაპიც გავიარეთ და ამის გამო ხალხი ციხეში ზის და ეს ხალხიც გამოსაყვანია. უბრალოდ მათი პროპაგანდა რო ამბობს, რომ იარონ რამდენიც უნდათ ეს ნიშნავს, რომ მარშებით ჩვენ მათ ჯერჯერობით ადამიანს როცა სინდისი არ აქვს და მოქალაქის პროტესტის ხმა არ ესმის, იმიტომ რომ სპეციალური დამცავი ის აქვს ჩაყენებული, ალბათ კიდე რაღაც მოსაფიქრებელი, რომ ჩემი აზრით ეს არის უბრალოდ რაღაც საბოტაჟი სამსახურებში. ალბათ რაღაც ასეთია გასაკეთებელი, უბრალოდ არ შეუსრულონ არანაირი დავალება ადამიანებმა მათ. და ალბათ კიდე რაღაც ეკონომიკური კრიზისია ამისთვის საჭირო რომ ყველა მიხვდეს რომ ძალიან ცუდი ხელისუფლება ყავს. ძალიან ცუდი, რომელიც ამ ქვეყანას არა მარტო სიამაყეს თავმოყარეობას და მომავალს ართმევს, აღარიბებს კიდევ უფრო ვიდრე იყო გუშინ და გუშინ. ბიზნესის მხრიდან უკვე რეალური ნაბიჯები უნდა დავინახოთ ჩვენ მხოლოდ ქარდების გამოდება და კიდე ნახე აი რეაგირებენ რაზე რომ მოვიდე მედუსკოსიოს შოთა არველაძე. ანუ რაღაცას ხედავენ რომ რაღაც ტენდენციებს პასუხობენ. ის რომ მაგალითად შესანიშნავი მარში, აი ანწუხელიძის მარში რო დაჭირდება ქვეყანას, ეხლა თავი არ უნდა მოიჭრას საკუთარი ხელით იმთავრობა. ხო. მაგრამ არ არის მათზე ეს არ მოქმედებს. ეს მათთვის არ არის დისკომფორტი. მაგრამ ეს არის ჩვენი განვითარებისთვის, ჩვენი სიმტკიცისთვის, ჩვენი ერთად ყოფნისთვის, თუმცა ჩვენ მე გეუბნებით, ასე მგონია, შეიძლება ვცდები როგორც ხშირად შემცდარ ვარ, მაგრამ მგონია რომ ჩვენ მოსაფიქრებელი გვექნება კიდევ ბევრი შინაარსი რითიც წინააღმდეგობის მოძრაობა. მე მგონი მოიფიქრებს ხალხი ყოველ ეტაპზე თავისთავად ხდება, იმიტომ რომ ზუსტად იცის ყველამ რომ არ გავჩერდებით. და ამიტომ აი ეს ადაპტირდება პროტესტის პროცესშიც ფორმად. ეს კითხვები სხვათა შორის შეიპარა, აი შიშები შეეპარა საზმაუს წამყვანებს, რომ და რო არ შევიდნენ სახლში, მერე რა ხდება. ანუ პასუხი უნდათ ქოცებისგან, რომ აი ამ ხალხმა თუ
იარა, მარტო იარა, როგორც თქვი, არაფერ პრობლემას ყოველ შეგიძლია ყოველდღე მოაწყო მარში, მაგრამ სახში რო არ შევიდნენ, სულ რო პროტესტი იყო, ეს იგულისხმება. მუდმივი პროტესტი იყო, რა გვეშველება. სტრესი. ხო. და ივანიშვილს რისიეშინია შევლენ სახში. ესენი პარლამენტში, ეს ხალხი სახში. აი ამით იმშვიდებენ ახლა თავს. რომ დავიღლებით მოგბეზრდება, რომ ეს კრიზისი რაღაცნაირად დასრულდება. არა და კრიზისია, რომელიც მოიცავს ყველა სფეროს, ეკონომიკას, სოციალურს, პოლიტიკურს. ანუ რისიეშინია ივანიშვილს ეშინია ძალაუფლების დაკარგვის. და მთელი ეს პროცესი არის მასთან ჩაივლი ამ ქვეყნის ყველაზე საუკეთესო ეგ ეტაპი მათ დათმეს 2016-ში, რომ ანიტა რაჭველიშვილი რო არის პროტესტის მხარეს, ეს მათ აღარ ადარდებთ. უკვე, იმიტომ რომ შევიდნენ სხვა სიველურეში შევიდნენ. ადამიანები ციხეში მოძრაობას უქმნის დისკომფორტს. ქალაქში მომოძრავე, როგორ ქვია სწორად? ხო, მოძრავი. ქალაქში. ამიტომ ამ დროს ხო იკეტება თქვა. ქალაქში მოძრავი ძალა არის ჩვენსკენ. ჩვენი პროდიუსერი ამას ადასტურებს, რომელიც ავტობუსში დაიჭედა 9 საათი, რომ არავინ არ ამბობდა, რომ ეს ხალხი როდი შევა სახში და ადრე იყო ეს პრედენცია. მაშინ დროსაც იმდენი ადამიანი მანქანიდან გამოხატავს ხარდაჭერას, რომ ეს აღარ ყავთ არა. და ეხლა ყველას გვესმის, რომ ასევე არაძალადობრივი პროტესტის ფორმებზე პირდაპირ ეთერში არავინ არ ილაპარაკებს დეტალურად. ხო, ამიტომ ესეც გვესმის კარგად. არა, მე იმას კი არ ვამბობ, კიდევ ერთხელ ადასტურებ, რომ ეს არის ამ საზოგადოების ზრდაგანვითარების აუცილებელი პირობა, მაგრამ მათი პროპაგანდა ამბობს, რომ რამდენი მარშიც უნდათ მოაწონ. ამაზე რეაგირება არ გვექნება. ანუ არ აქვთ რეაგირება ამაზე. თავარი მათი ეს სტრატეგიული ობიექტები არის, რომ დისკომფორტი არ შეუქმნა მათ პირადად. აი პასუხი რა იყო მოღალატის ძახილზე, კედლებზე რაღაცების დაწერა, სახში მივარდნა. აი ეს ტერორისტით პასუხობენ, როცა დისკომფორტი ექმნებათ, ხო? და ეს ხალხი არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენ, რომ ძალიან კარგად ქართულმა ხალხმა თქვა ამას წინათ, ზუსტად ვინმე უკვე ყველა ქართველი ხალხის ხმა იქ, რომ არ დაგვავიწყდეს, ამ ხალხს ვერ უღალატებთ, ვინც დაჭერილია. და სახში შეხვედი პროტესტს, აღარა პროტესტებ ხოცებს შეგვე, იმ ხალხის სახში არავინ არ შევა. სანამ ივანიშვილი არ დასრულდება, სახში არავინ არ შებრუნდება. პირველ რიგში რა თქმა უნდა დავიხსნათ და რაც თავარია, ჩვენ გვაქვს სინერგია ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებთან, იმიტომ რომ მათ გამოაცხადეს, რომ ქართულ ხალხს არ ასანქცირებენ. ესეც უნიკალური ლაშელაპარაკობდა ჩვენი სიტუაციის ორიგინალურობაზე და თუ მაგალითად ირანიც და ბელორუსიც ქვეყანა დაასანქცირეს და რუსეთი ქართველი ხალხი არ დაუსანქცირებია და ასანქცირეს კონკრეტული პირები. ესეც არის არასტანდარტული. მათ შორის ამიტომაც დავდივართ ქუჩაში. რომ ეს მნიშვნელოვანი გზავნილია დასავლეთისთვის. ეს მარშები და დემონსტრაციები რომ არ იყოს, არც არ იქნება ჯოგულსონის ეს ტვიტებიც. ცხადია. 15 საათზე დაიწყება ჯაჭვი, მეტეხის ხიდი, მშვიდობის ხიდი, ბარათაშვილის ხიდი, ზაარბრუკენის მოედანი და მშრალი ხიდი, გალაქტიონ ტაბიძის ხიდი, თამარ მეფის ხიდი, ვახუშტი ბაგრატიონის ხიდი. მოკლედ ძალიან ბევრ ადგილას ხიდები კი გვაქვს ბევრი. და იყო ამ უნიკალური მოვლენის. როგორც ჩაკრულოში მღერით ხიდის თავშევკრათ პირობა. როგორც ჩაკრულოში მღერით ხიდის თავშევკრათ პირობა. თავს დავანგრიოთ ბანია. ხო, ანუ ხიდის თავს შევკრათ არის. ანუ ხიდები უნდა ავარჩიოთ. არჩეული გაქვთ უკვე ხიდები. კი. ხო. მე საარბვილია უნელებთან მივდივარ საარბრუკენის მოედანზე. კი ბატონო, საამაყო უნივერსიტეტი გვაქვს და მინდა რომ ასე რომ ძალიან ისეთი მნიშვნელოვანი დღეა ხვალაც, შემდგომი დღეებიც მნიშვნელოვანი იქნება, 29 არის ძალიან მნიშვნელოვანი დღე, ახალი წელიც და ასე შემდეგ და ეს გაგრძელდება, ვიდრე ისევ და ისევ პოლიტიკურად არ დასრულდება ივანიშვილი, ვიდრე არ მოცილდება ქართულ პოლიტიკას ივანიშვილი.